იაპონიის განვითარდა ამ სამხედრო ძლიერებით თვალსაზრისით ეკონომიკურად, რომ 1894 წელს, როცა მას კორეის გარშემო მოვიდა კონფლიქტი ჩინეთის იმპერიასთან, მართალია ჩინეთის იმპერია უკვე იყო დაკნინებულ მდგომარეობაში ოპიუმის ომის შედეგად და ასევე დასავლურმა ძალებმა, რომელიც მას მოახვიეს, და სხვა კაბალური ხელშეკრულებები და პირობები, მართალია დაკნინებულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც უზარმაზარი იმპერია იყო, მაინც ჩინეთის იმპერია იყო, რომელიც თავს თავარ ძალად მიიჩნდა აღნიშნულ რეგიონში და ყველა დანარჩენი ქვეყანა მის ქვევით მდგომად განიხილავდა. ეს უზარმაზარი იმპერია დაამარცხა ძალიან მალე. სახმელთო ჯარებში გაანადგურეს ფხენიანთა მის ძალები, რამდენიმე დღეში საზღვაო ძალებმაც გაანადგურეს, რამდენიმე თვეში ფაქტობრივად ჩინეთის იმპერია დააჩოქეს. ეს გააკეთა იაპონია, რომელიც დაახლოებით 42 წლის წინ იყო ჩაკეტილი მდგომარეობაში, ჩამორჩენილი იყო განვითარების მხრივ დანარჩენ მსოფლიოს. 10 წელიწადში უკვე იაპონიას უჩნდება ამბიცია, რომ მას შეუძლია რუსეთის იმპერიის დამარცხება და ამას ახერხებს კიდეც.